მოგესალმებით. ადამიანს ცხოვრებაში უამრავი სირთულე ხვდება. ხშირად ზოგიერთის თავს გადამხდარი ამბავი იმდენად უჩვეულოა, რომ ადამიანები ვერც კი იჯერებენ იმას, რომ ასეთი რამ შეიძლება საერთოდ მოხდეს. მოკლედ, დღევანდელ ვიდეოში შევკრიბეთ ადამიანების ყველაზე გასაოცარი ისტორიები, ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. დავიწყოთ. სოციალურ მუშაკს ვაშინგტონიდან ძალიან უყვარდა ეკონომია და იშვიათად ხარჯავდა ფულს. ისიც მხოლოდ იმ დროს, როცა ამის აუცილებლობა იყო. იმის ნაცვლად, რომ ეყიდა ახალი ფეხსაცმელი, ის ძველს აწებებდა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს მისმა ახლობლებმა, რომ კაცს ძალიან ძვირფასი საიდუმლო ჰქონდა. 2018 წლის თებერვალში 64 წლის ასაკში სიმსივნისგან გარდაიცვალა ალან ნაიმანი. მისი სიკვდილიდან 1 წლის შემდეგ ალანის ახლობლებმა ჟურნალისტებს უამბეს, თუ როგორი უცნაური ადამიანი იყო მათი მეგობარი. უამრავს ალანმა თავი დაამახსოვრა თავისი ეკონომიით. ის მუდამ ზოგავდა ფულს. ის ყოველთვის ეძებდა ფასდაკლოვებს და აქციებს მაღაზიებში. ყოველთვის იაფასიან ტანსაცმელს ყიდულობდა და ძველი ავტომობილით დადიოდა. იმისთვის, რომ არ დაეხარჯა ფული ახალ ფეხსაცმელში, ის აწებებდა ძველს. ის იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ შეეძლო ფულის დახარჯვა. ეს თითქოს მასში იყო ჩადებული. ფულის მოგროვება და გაფრთხილება. ფულის ეკონომია თითქოს თამაში იყო მისთვის. უხაროდა ყოველ ისეთი დღე, როცა არ უწევდა ფულის ხარჯვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ყოველივესთან ერთად ალანი მუდამ ეძებდა ახალი შემოსავლის წყაროს, ახალ სამსახურს. იყო დრო, როცა ალანი ერთდროულად 3 ადგილას მუშაობდა და გამომუშავებულ თანხას სხვადასხვა აქციებში დებდა და აგროვებდა. მოკლედ, ალანი ინვესტიციითაც იყო დაკავებული. ცხოვრების მანძილზე ის ბევრჯერ დაეხმარა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მას ძალიან უყვარდა ბავშვები და ზრუნავდა მათზე. თვითონ ალანს არასდროს ყოლია მეუღლე და შვილები, თუმცა ზრუნავდა თავის უფროს ინვალიდ ძმაზე. უკვე იმ დროს, როდესაც ალანმა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა და ვეღარ გადარჩებოდა, თავის ახლობელს უთხრა, რომ მთელს ქონებას საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუტოვებდა. იმ დროს თავად ალანმა თქვა, რომ თანხა ადამიანებს გააოცებდა. ასეც მოხდა. როდესაც ალანი გარდაიცვალა, მისი ახლობლები და მეგობრები შოკირებულნი იყვნენ. აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა უპატრონო ბავშვებს $11 მილიონ მეტი დაუტოვა. მთელი ეს ფული მან რამდენიმე ორგანიზაციაზე გაანაწილა. ალბათ იკითხავთ, თუ საიდან ჰქონდა ალანს ამდენი ფული. პირველ რიგში ის რასაც აგროვებდა, საქმეში დებდა და დიდ მოგებასაც იღებდა. ამ მეთოდით მან რამდენიმე მილიონი შეაგროვა. ამასთან, მან მშობლებისგან საკმაოდ დიდი ფული მიიღო მემკვიდრეობით. ასევე მისი მეგობრების აზრით, ასეთი ფულის შეგროვებაში მთავარი როლი მაინც მის ეკონომიას ჰქონდა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ალანისგან ფული მიიღეს, თქვეს, რომ ისინი არც კი იცნობდნენ ამ მამაკაცს. ალანის ქმედება დაფასების ღირსია. შემდეგი ისტორია კარგად გვაჩვენებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ცუდ განზრახვას. ჩვენ ყველას გვსმენია, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ეს ისტორია სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული გახდა. საუბრობთ ქალზე, რომელსაც ნატალია ჰქვია. ქალმა ახალ აშენებულ კორპუსში 6 ოთახიანი ბინა შეიძინა. ბინის ყიდვის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა, რომ ახლა მას კარგი რემონტი სჭირდებოდა. რემონტისთვის კი მან იპოვა რამდენიმე ხელოსანი, რომლებიც ცენტრალური აზიიდან იყვნენ და მის ქალაქში ამ საქმით დიდი ხანია უკვე მუშაობდნენ. მამაკაცები არალეგალურად იყვნენ ქვეყანაში. მათ არ ჰქონდათ უფლება მუშაობის, ამიტომაც მსგავს საქმეებს ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლებ ფაში ასრულებდნენ. მამაკაცებმა დაიწყეს ნატალის სახლში რემონტი. ქალი საკმაოდ ცბიერი იყო. თავიდან ის მხოლოდ საჭმლის ფულს აძლევდა მუშებს, ხოლო მის გეგმებში სხვა რამ შედიოდა. დადგა ის დღე, როცა მათ დაასრულეს მუშაობა. ამ დღეს ისინი ელოდნენ, რომ ნატალი მათ სრულ საფასურს გადაუხდიდა და მშვიდად დატოვებდნენ იმ ბინას. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალის გეგმებში ეს არ შედიოდა. აზიელი მამაკაცები სახლში იყვნენ, როდესაც ქალს ელოდნენ, რომ მოულოდნელად პოლიცია მოვიდა და თითოეული მათგანი ხელბორკილებით გაიყვანა სახლიდან. ისინი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. აზიელი მამაკაცები დააკავეს ბრალდებით, რომ არალეგალურად იყვნენ ქვეყანაში და ამავდროულად მუშაობდნენ საბუთების და ნებართვის გარეშე. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალმა დარეკა პოლიციაში და აზიელი მუშები დააჭერინა მას შემდეგ, რაც მის სახლში რემონტი დაასრულეს. ასე კი ფიქრობდა, რომ უფასოდ შერჩებოდა ბინის რემონტი. თუმცა ყველაფერი აქ არ დასრულებულა. ერთი დღის შემდეგ იგივე ბინაში ამუშავდა სიგნალიზაცია. დაცვის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი აზიელი ბიჭი, რომელიც სახლიდან თავისი მეგობრის სამშენებლო იარაღების გამოტანას ცდილობდა. ეს იარაღები იმ ბიჭების საკუთრება იყო, რომლებიც წინა დღეს დააკავეს. დაჭერილი ბიჭი მალევე გამოუშვეს, რადგან მას ჰქონდა ბინის გასაღები, რომელიც სახლის პატრონმა მისცა და ქვითრები სადაც ჩანდა, რომ ეს ინსტრუმენტები მისი და მისი მეგობრებისა იყო. ყველაზე საინტერესო კი შემდეგ მოხდა. ამ ამბის შემდეგ დაახლოებით 2 დღე გავიდა.
ეს ბოროტი ქალი სახლში დაბრუნდა. როდესაც კარი შეაღო, ფეხი მაშინვე წყალში ჩადგა. წყალს საშინელი სუნი ჰქონდა და იატაკზე კანალიზაციიდან ამოსული წყალი იყო. ამიტომ იქამდე ვერავინ იგრძნო ეს სუნი და ნატალიც მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს სხვა სახლში. რემონტი სრულად განადგურებული იყო. ძვირადღირებული იატაკი, კედლები და ყველაფერი საშინელ მდგომარეობაში დახვდა ქალს. ამ ყველაფრის თავიდან გაკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა კანალიზაციის იმ საშინელი სუნის გაქრობა არ იყო ადვილი საქმე. ნატალიმ სადაზღვევო კომპანიის აგენტები მოიყვანა. კომპანიამ სრულად არ დააფინანსა ეს პროექტი და ამ ქალს იმაზე მეტის გადახდა მოუწევდა, ვიდრე მას იმ აზიელი ხელოსნებისთვის უნდა მიეცა. მოგვიანებით სანტექნიკოსებმა აღმოაჩინეს საკანალიზაციო მილში ბავშვის საფენი, რომელიც მავთულით იყო მიბმული იქ. ყველამ იცოდა თუ ვისი ნახელავი იყო ეს, თუმცა ამ ფაქტს ვერავინ დაამტკიცებდა. ფაქტი ერთია, ამ ქალმა ბოროტება ჩაიდინა და სანაცვლოდ უფრო უარესი მიიღო. შემდეგი ისტორია ერთ ტაქსის მძღოლზეა. საერთოდ ტაქსის მძღოლებს ყველაზე ხშირად ემართებათ რაღაც საინტერესო, რადგან ყოველთვის სხვადასხვა ხალხთან აქვთ შეხება. ადამიანისგან კი ყველაფერს უნდა ელოდე. მოკლედ ერთ ხუთშაბათ საღამოს ზემოხსენებული ტაქსის მძღოლი ბოლო შეკვეთას იღებდა აფთიაქიდან. გზავრობის ღირებულობა სულ რაღაც $3 იყო. გასავლელი მანძილი დაახლოებით 3 კილომეტრი. შემდეგ უკვე პირდაპირ წაიკითხავთ იმას, რასაც ეს ტაქსის მძღოლი ყვება, რასაც ის თავის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ავტომობილში ჩაჯდა ახალგაზრდა ლამაზი გოგონა. ის ზუსტად იმ აფთიაქიდან გამოვიდა, სადაც გამოვიძახეს. გოგონა საერთოდ არ საუბრობდა. არც მე მინდოდა მისთვის ზედმეტი კითხვების დასმა. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მივსულიყავი სახლში. ცოტახანში მივიყვანა გოგონა დანიშნულების ადგილზე. მან $100 გამომიწოდა. გზავრობის ღირებულობა კი სულ $3 იყო. მე არ მქონდა $100 ხურდა და გოგონას ეს ვუთხარი. მკითხე, ჰქონდა თუ არა სხვა, უფრო დაბალი კუპიურა. გოგონა უმრავლოდ თავი გააქნია, ხმა არ ამოუღია. რატომ არ მითხარი თავიდანვე, რომ პატარა კუპიურები არ ჰქონდათ? მხიარული ტონით მკითხე გოგოს. ეს თქვენი პრობლემაა, ცივად მიპასუხა მან. სადმე შეგიძლიათ აქვე დაახურდაოთ, ვუთხარი მე. გოგომ კი მითხრა, ან ახლავე დამიბრუნებ ხურდას, ან საერთოდ არაფერს მიიღებ. უხეში ტონით დამელაპარაკა ის. სხვა გზა არ მქონდა. გადმოვედი ავტომობილიდან და დავიწყე შუაღამისას ისეთი ადგილის ძებნა, სადაც $100 დამიხურდავდნენ. ასე მე იმ გოგოსთან ერთად კიდევ 15 წუთი გავატარე. როგორც იქნა დავახურდავე ფული და გოგონას დაუბრუნე. აქ უკვე გოგონამ კიდევ უარი განაცხადა ფულის მიღებაზე. მას ზუსტად $97 სურდა. საბოლოოდ ხურდის ძებნაში 7 წუთიანი შეკვეთის ნაცვლად 9 საათზე მეტი გავიდა. ჩემი მოთმინება იცდებოდა. იმ ღამეს ვამბობდი, რომ სხვა დროს აღარასდროს ვნახავდი ამ არანორმალურ ქალს, თუმცა ვცდებოდი. მეორე დღეს, როდესაც თავისუფალი ღამე მქონდა, მაღვიძებს SMS-ის ხმა, სადაც წავიკითხე, რომ იმ გოგონამ კომპანიასთან გაასაჩივრა ჩემზე და მე სამსახურიდან მათავისუფლებდნენ. ერთის მხრივ გოგონა მართალი იყო, რომ როდესაც აძლევ მძღოლს ფულს, მან ხურდა უნდა დაგიბრუნოს, თუმცა მას შეეძლო თავიდანვე გავევრთხილებინე. ასე ხომ მეც ვკარგავდი დროს. გადავწყვიტე ამ გოგოსთვის ჭკუა მესწავლებინა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ძალიან სულოდ იქცეოდა. მე გავიგე, რომ ის მუშაობდა აფთიაქში, ყოველ მესამე დღეს. გავიგე, რომ პარასკევს დილით ის აფთიაქში იქნებოდა. მივედი და წამალი ვიყიდე $1.75, თუმცა მას $100 მივეცი. გოგო მიცნო და შემდეგ ხურდა ზუსტად დამიბრუნა. აქ არ გავჩერებულ ვარ. მინდოდა გოგონასაც ისე გრძნო, რაც მე იმ ღამეს ვიგრძენი. ორშაბათს ისევ მივედი იმ აფთიაქში და C ვიტამინი ვიყიდე. ამჯერად $50 მივეცი. წამალი კი სულ რამდენიმე ცენტი ღირდა. ქალი ამას არ მოელოდა ჩემგან. ის გაღიზიანდა და საერთოდ უარი თქვა ჩემს მომსახურებაზე. მე როგორც იმ სიტუაციაში მართალმა კაცმა ავიღე ჩემი ტელეფონი და მის უფროს დაურეკე. მას სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ძლივს გადაურჩა გათავისუფლებას. ამ ისტორიის მთავარი აზრიც ერთია. ყველაფერი ბუმერანგივით უკან ბრუნდება. მთავარია ნებისმიერი სიტუაციის მიუხედავად არ დაკარგო ადამიანობა. დღეს ადამიანების უმრავლესობისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა. ეს არის ის, რასაც უნდა გაუფრთხილდა და მუდამ დაიცვა. ოჯახი ბედნიერია მაშინ, როცა იქ დიდი სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ასე ფიქრობდა ამერიკელი კევინ ჰოვარდი, რომელიც უკვე 12 წელი დაქორწინებული იყო საყვარელ მეუღლე ჯოისზე. რა თქმა უნდა, მთელი ამ 12 წლის მანძილზე მათ შორის იყო კამათი და მცირე გაუგებრობები, როგორც ეს ყოველთვის ხდება, თუმცა ისინი მაინც ყველაზე ბედნიერ ოჯახად თვლიდნენ თავს. ყველა მეგობარი და ნათესავი ამბობდა ერთსა და იგივეს, როგორ გაუმართლათ, რომ ერთმანეთი ყავთ. ყველაფერი ძალიან ბანალურად დაიწყო. კევინს ჯოისი მხოლოდ ერთი ნახვით შეუყვარდა. ერთწლიანი შეხვედრების შემდეგ კევინმა ჯოის ცოლობა თხოვა. იმ დროს კევინი ფიქრობდა, რომ ეს ურთიერთობა სამუდამოდ გაგრძელდებოდა. ის მოსიყვარულე, კეთილი და ხელგაშლილი ქმარი იყო.
მუშაობდა ოჯახის გამო და თავის მომავალს მხოლოდ ჯოის უკავშირებდა. ცოტა ხანში მათ ბავშვებიც შეეძინათ და დიდი სახლი იყიდეს ჩრდილოეთ კაროლინაში. კევინი ფიქრობდა, რომ სწორედ ამ სახლში გაატარებდნენ სიბერეს ის და ჯოისი. თუმცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ერთ დილას კევინი როგორც ყოველთვის საუზმეს ამზადებდა ჯოისთვის. ის გეგმავდა დღეს, უნდა ის დღე ცოლთან და ბავშვებთან ერთად გაეტარებინა ბუნებაში. თუმცა ჯოისი შეწუხებული ჩანდა, მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ის უბრალოდ ადგა, მივიდა კევინთან და უთხრა, რომ განქორწინება სურდა. მამაკაცისთვის ჯოისის სიტყვები ისე იყო, როგორც მოწმენდილ ცაზე ჭექა ქუხილი. კევინი დაბნეული იყო, ვერ გაიგო თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. მათ ხომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა მან ძალები მოიკრება და ჯოის უთხრა, რომ კიდევ მიეცა მისთვის შანსი, მდგომარეობის გამოსასწორებლად. რეალურად კევინს მისთვის არაფერი დაუშავებია. სამწუხაროდ ჯოისი არ აპირებდა გადაწყვეტილების შეცვლას. მამაკაც არასდროს უფიქრია მსგავსი. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ როდისმე საყვარელი მეუღლე ასეთ რამეს გაუკეთებდა. ისინი ხომ ამდენ ხანს ერთად ცხოვრობდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯოისმა საბოლოოდ მაინც არ უთხრა კევინს გაშორების მიზეზი. ალბათ სწორედ ისე მოიქცეოდა მამაკაცთა უმრავლესობა, როგორც შემდეგში კევინი მოიქცა. მან გადაწყვიტა გაიგო თუ რატომ სურდა მის საყვარელ მეუღლეს განქორწინება. არც ახლო მეგობრებმა და არც ნათესავებმა ან მშობლებმა არ იცოდნენ რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიქცა გოგო ასე. ისინი მხოლოდ მხარს უჭერდნენ კევინს. კევინს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი. მან კერძო დეტექტივი დაიქირავა. დეტექტივის დაქირავებიდან უკვე 2 დღეში კევინმა გაიგო სიმართლე. დეტექტივმა თქვა, რომ ჯოის ყავდა საყვარელი, სხვა მამაკაცი, რომელთანაც მთელ დროს ატარებდა. რთულია თავი წარმოიდგინო კევინის ადგილას, ეს ძალიან მტკივნეული იქნებოდა მისთვის. ყველაზე საშინელი რამ კევინისთვის იყო ის, რაც შემდეგში მოხდა. ჯოის საყვარელი მათი ოჯახის მეგობარი აღმოჩნდა. ის მამაკაცი ხშირად იყო სახლში მათთან. ჩუქნიდა ბავშვებს საჩუქრებს და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ის და კევინი მეგობრობდნენ, ერთად თევზაობდნენ და დასვენების დღეებზე ერთად მიდიოდნენ პიკნიკზე. ეს ორმაგი დარტყმა იყო მამაკაცისთვის, ორმაგი ღალატი ცოლის და ახლო მეგობრის მხრიდან. კევინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა ფსიქოლოგთან სეანსების შემდეგ ის გამოკეთდა და შეძლო ძალების მოკრება. მამაკაცმა უბრალოდ გაუშვა ცოლი თავის გზაზე. თუმცა ეს მამაკაცური ღირსება და სიამაყე მაინც ტანჯავდა. მას სურდა შესაბამისი პასუხი გაეცა მოღალატე ხალხისთვის. მან საინტერესო გეგმა მოიფიქრა. ის წავიდა სასამართლოში და სარჩელი შეიტანა მოღალატეების წინააღმდეგ. კევინი ბრალსდებდა მათ მორალური ზიანის მიყენებისთვის. ის კომპენსაციის სახით $750,000 ითხოვდა. ცოტა თუ იცის ეს ფაქტი, მაგრამ მსგავსი რამ ამერიკის კანონმდებლობით მიღებულია. კევინმა გადაწყვიტა ბოლომდე ებრძოლა. იმისთვის, რომ კევინს პროცესი მოეგო, მას ჯერ უნდა დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ მისი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა იქამდე, სანამ მათ საქმეში უცხო პირი არ ჩაერეოდა. მამაკაცმა შეაგროვა სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალები, სადაც კარგად ჩანდა, რომ მას ბედნიერი ოჯახი ჰქონდა. ასევე გამოიძახა რამდენიმე მოწმე სასამართლოზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. შეგროვდა ახლობლების ხელწერილები, რომლებიც ყვებოდნენ თუ როგორი ბედნიერი ოჯახი ჰქონდა კევინს ჯოისთან ერთად. გასაოცარი იყო, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილება კევინის სასარგებლოდ მიიღო. კევინმა მოღალატეებისგან კომპენსაციის სახით $750,000 მოითხოვა, შესაბამისად დაკმაყოფილდა კიდეც მისი მოთხოვნა. როგორც ადვოკატი ამბობდა, მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მსგავსი სარჩელი დაკმაყოფილდა. როგორც თავად კევინმა თქვა, თანხას უძრავ ქონებაში დააბანდებს, ხოლო დანარჩენს ბავშვებს მოახმარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორედ მოიქცა თუ არა კევინი? ამ ისტორიის შემდეგ მრავალი წერდა საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენ კი გადავიდეთ შემდეგ ისტორიაზე. თანამედროვე ცხოვრებაში ხშირია უხეში და დამცინავი მოპყრობა გარშემოყოფების მიმართ. ბევრი ადამიანი სრულიად უმიზეზოდ გამოხატავს აგრესიას სხვების მიმართ და უხეშია. თუმცა საბედნიეროდ ამდენ ბოროტ ხალხში გამოჩნდება ხოლმე ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია წინააღმდეგობა გაუწიოს სხვას და დაიცვას დამცირებული და დაზარალებული ადამიანი. ამ შემთხვევაშიც მსგავსი რამ მოხდა. ეს ამბავი დიდი ხანია, რაც უკვე სოციალურ ქსელებში განიხილება, მას ყველგან წერენ. ამიტომ ჩვენც მოგიყვებით ამ ისტორიას. მაღაზიაში, სადაც საქორწინო აქსესუარები იყიდებოდა, შევიდა გოგონა, რომელიც გახარებული იყო. მას უნდა ერჩია შესაბამისი სამოსი. ულამაზეს თეთრ საქორწინო კაბაზე ბევრი გოგონა ოცნებობს. ქორწინების დღე ხომ ის დღეა, რომელიც მთელი ცხოვრება ახსოვს ადამიანს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ადამიანის ცხოვრებაში. ამ დღეს გოგონა ყველაზე ლამაზი უნდა იყოს. ზემოხსენებული გოგოც თავისთვის შესაბამის კაბას არჩევდა. მას თვალებზე ეტყობოდა როგორ უხაროდა და ალბათ წარმოდგენილიც კი ჰქონდა თუ როგორი იქნებოდა ლამაზ თეთრ კაბაში. აქსესუარების მაღაზია ძალიან დიდი იყო. შესაბამისად არჩევნის გაკეთებაც არ იყო ადვილი. გოგოსთან ერთად სალონში სხვა 2 ადამიანი იყო, დედა და შვილი.
დედაშვილმა არ გაიარეს ისე რომ არ მიექციათ ყურადღება ზემოხსენებული გოგოსთვის. მათ ხმამაღლა წამოიწყეს საუბარი მასზე. მათ შორის მსგავსი დიალოგი წარიმართა. რა საშინელებაა? ნუ თუ ასეთზე ვინმე დაქორწინდება. ამბობდა შვილი. ამაზე კი დედამ უპასუხა. მართალი ხარ, ეს იგივეა რომ ძროხა შეაცვა კაბა. ეს სიტყვები საცუდავმა გოგონამ მოისმინა. ის ძალიან დამწუხრდა. მას იმის სურვილიც კი გაუჩნდა სწრაფად წასულიყო იქიდან და ჩაეშალა ქორწილი. იქვე ახლომახლოს იდგა მაღაზიის მენეჯერი. მან ყველაფერი საკუთარი ყურით მოისმინა და გოგოს რეაქციაც ნახა. ამიტომ გადაწყვიტა რომ ამ საქმისთვის თავად მიეხედა. ამაზე მენეჯერმა გოგოს უთხრა: "არსად წახვიდეთ, ეს კაბა იდეალურად გერგებათ. ძალიან ლამაზი ხართ. თქვენ ყველაზე ლამაზი იქნებით ქორწილში. დამელოდეთ რამდენიმე წუთი. რაღაც დეტალებს დავაზუსტებ და გეტყვით ყველაფერს." შემდეგ მენეჯერი გაემართა იმ დედაშვილისკენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაამცირეს ეს გოგო. მათ აღარც კი ახსოვდათ რა ჩაიდინეს, გოგონას კი დიდი იარა დარჩა გულში. ისინი სალაროსთან იდგნენ. მენეჯერი მივიდა მათთან და უთხრა: "ქალბატონებო, მე თქვენთვის არაფერი მაქვს." ამაზე ქალმა ხმამაღლა უთხრა: "როგორ თუ არ გაქვთ, ჩვენ უკვე შეუკვეთეთ კაბა და უნდა წავიღოთ. არ გვაქვს ამდენი დრო." ამის შემდეგ მენეჯერი მივიდა მაგიდასთან. კომპიუტერში რაღაც ნახა, შემდეგ საბუთზე ხელი მოაწერა და დედაშვილს მისცა საბუთები. "ეს რა არის?" იკითხა ქალმა. მენეჯერმა კი უპასუხა, რომ ყველაფერი რაც მათ კაბაში გადაიხადეს, ისე უკან ანგარიშზე დაუბრუნდა, თუმცა კაბას ვერ წაიღებდნენ მაღაზიიდან. მენეჯერმა კი ასეთი რამ უთხრა გოგონას: "თქვენ ხომ იდეალური სხეული გაქვთ, ისეთი რომ სხვაც კი დაამცირეთ. ამიტომაც შეგიძლიათ კაბა სხვა ნებისმიერ საქორწინო სალონში იყიდოთ. თუმცა ჩემგან ამას ვერ მიიღებთ." დედაშვილს საშინლად გაბრაზდა. მათ ხმამაღალი საუბარი დაიწყეს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იშოვოს შესაბამისი კაბა იმ დროს, როცა ქორწილი კარსაა მომდგარი. ცოტა ხანში ეს დედაშვილი იმდენად გაღიზიანდა, რომ ყვირილი დაიწყეს. შემდეგ რამდენიმე აქსესუარიც კი დააზიანეს. ამაზე მეპატრონემ შვიდად უპასუხა: "თქვენ შეკვეთისას თქვენი მონაცემები დატოვეთ, ამიტომაც შემიძლია თავისუფლად გიჩილოთ სასამართლოში, იმის გამო რომ დამიზიანეთ ნივთები. თუ კი ახლავე არ წახვალთ აქედან, პოლიციას გამოვიძახებ." გაბრაზებული ქალები სასწრაფოდ გამოვიდნენ სალონიდან. ამ ყოველივეს გვერდიდან უყურებდა ის გოგონა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამცირეს. ის გაკვირვებული იყო მენეჯერის საქციელის გამო. ამ ისტორიიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი. სხვა ადამიანი ზედმეტი კილოგრამების გამო არ უნდა დაამცირო. რეალურად მთავარი ხომ გარეგნობა არ არის. უკვე პატარა ასაკიდანვე ბევრი სწავლობს იმას, რომ ცხოვრებაში მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. დღეს აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა და სწავლა. ეს კი იმისთვის, რომ საკუთარი თავი განავითარო. ზოგს მინიმალური წყოფნის და მისთვის მხოლოდ საკვებისა და ტანსაცმლის ფულიც კი საკმარისია. ზოგს კი მაღალ საზოგადოებაში სურს თავის დამკვიდრება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. ასეთ გზაზე ყველაზე ცუდი ისაა, რომ საკუთარი მდგომარეობა ბოროტად გეხუმრება. კაილა ჩანდარო ამერიკელი გოგონა. ის ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა და არ სურდა გაჩერებულიყო იმ შედეგებზე, რასაც სკოლაში მიაღწია. სამწუხაროდ გოგონას მშობლებს არ შეეძლოთ მისი სწავლის საფასურის გადახდა. თუმცა თავად კაილას არ სურდა გაჩერება. როდესაც გოგონა ამ სწავლა დაიწყო, ერთ თვეშივე მიხვდა, რომ გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ შეეძლოდა ასე გაგრძელებას. ამიტომაც სამუშაო იპოვა და სტუდენტური ცხოვრებაც დატოვა. გოგონა იძულებული იყო ემუშავა მიმტანად. მისი სამუშაო არ იყო მარტივი, თუმცა მას ბევრი გადასახადი ჰქონდა: სახლის ქირა, კომუნალურები და საკვები. გასავალი ბევრი იყო, შემოსავალი კი ძალიან ცოტა. გოგონა სული სიღრმეში დადებითად იყო განწყობილი ყველაფრის მიმართ. გულში ამბობდა, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდებოდა, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარი იყო. გოგო მთელ დროს სამსახურში ატარებდა, საშინლად იღლებოდა და კოლეჯში დაბრუნება უკვე ოცნებად ექცა. მისი მდგომარეობა ძალიან რთული იყო. სხვა ქალაქში სასწავლებლად გადავიდა, ვერ შეძლო გადასახადების გადახდა, დაიწყო მუშაობა და ახლა უკვე მუშაობის გამო ვეღარ ბრუნდებოდა კოლეჯში. ერთ დღეს, როცა გოგონას ერთი ჩვეულებრივი დღე ჰქონდა, რესტორანში შემოვიდა ერთი ავსტრალიელი წყვილი. გოგონა კლიენტებთან თბილი იყო და შესაბამისად ყველა სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. ამჯერადაც გოგონასა და წყვილს შორის ხანმოკლე, მაგრამ თბილი საუბარი შედგა. მათ გოგონას კითხეს თუ საიდან იყო. გოგომ კი უპასუხა, რომ იმ ქალაქში სასწავლებლად გადმოვიდა, მაგრამ ახლა მუშაობა უწევდა და სწავლას ვერ აგრძელებდა. წყვილმა სიტყვით გაამხნევა გოგონა და მალევე წავიდა. მალევე გოგონა მივიდა იმ მაგიდასთან, რომ აიღო ფული. წყვილმა $200 ნაცვლად 400 გადაიხადა. დარჩენილი $200 კი გოგონას დამატებით დაუტოვეს. გოგო გაოცებული იყო, მას იქ მუშაობის პერიოდში არასდროს აუღია ამდენი ფული დამატებით. თან სინდისი აწუხებდა, იქნებ იმ წყვილთან ზედმეტი წუწუნი გამოუვიდა და მათ უკანასკნელი ფული მისცეს. მთელი ის დღე ფიქრებში იყო გართული და მოსვენება დაკარგა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ მათთვის მადლობა გადაეხადა. საუბრის დროს დაიმახსოვრა იმ სასტუმროს სახელი, სადაც წყვილი იყო გაჩერებული. გოგონამ წყვილს ოთახში სამადლობელი წერილი, ყვავილები და ტკბილეული გაუგზავნა.
ეს მხოლოდ მცირედი იყო. ის რისი გაკეთებაც კაილას შეეძლო ამ ყოველივესთვის. შემდეგი სამუშაო დღე ჩვეულებრივ დაიწყო. ის მივიდა რესტორანში და თავისი ვალდებულების შესრულებას შეუდგა. მან კიდევ ერთხელ დაინახა ის წყვილი. წყვილმა ის მაგიდასთან მიიპატიჟა და უთხრეს, რომ ცოტა ხნით მათთან დამჯდარიყო. შემდეგ ავსტრალიელმა წყვილმა გოგონას უთხრა, რომ მათ გადაწყვიტეს სრულად გადაუხადონ სწავლის ფული. ეს გასაოცარი საჩუქარი იყო, რადგან სწავლის საფასური დაახლოებით $10,000 იყო. კაილამ უთხრა, რომ არ ღირდა ამ ხელა ხარჯის გაღება მისთვის. ისედაც ბევრი რამ გააკეთეს. ეს გასაოცარი მომენტი იყო. წყვილმა თქვა, რომ სანაცვლოდ არაფერი სურდათ, მხოლოდ ის, რომ მაქსიმალურად მეტი გაეკეთებინათ გოგონასთვის და მას მიეღწია თავისი მიზნებისთვის. გოგომ თვალწრემლიანმა კითხა წყვილს: რატომ აკეთებთ ამას? პასუხი კი საოცარი იყო. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, არ გვიჭირს და ყველაფერს ჩვენი შრომით მივაღწიეთ. თუმცა, ისევე როგორც ჩვენ ღარიბ ოჯახში დავიბადეთ, ჩვენ ვალდებულები ვართ დაგეხმაროთ, რადგან ერთ დროს იგივე მდგომარეობაში ჩვენ თვითონაც ვიყავით. შენი ყველაზე კარგად გვესმის. ჩვენც ასე დაგვეხმარნენ. ალბათ წლების შემდეგ, როცა მიაღწევ ამ ყოველივეს, რაც განზრახული გაქვს, შენც ასე მოიქცევი. ეს არასდროს უნდა შეწყდეს. კაილა ატირდა და ემოციებს ვერ იკავებდა. ასეა, კეთილი ადამიანები ჩვენს დროშიც ძალიან ბევრნი არიან. თლიანობაში ჩვენი გასაოცარი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. თუ კი ეს ისტორიები მოგეწონა, მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც ასევე ძალიან მალე დაიდება. დროებით.